რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე. მოგესალმებით. ეთერშია რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. გადაცემას უძღვები მე, დავით ოყუჯავა, დადიანების სასახლეთა მუზეუმის დირექტორი. დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ დადიანების სასახლეთა მუზეუმში დაცულ ობსიდიანის და მინის არტეფაქტებზე. რამდენიმე 1000 წლის ისტორიის მქონე ექსპონატების შესწავლის და ანალიზის შედეგად მიღებულ ინფორმაციას გაგაცნობთ. წარმოგიდგენთ ახალგაზრდა მეცნიერების არქეოლოგ გურამ ჩხატარაშვილის და დოქტორ გვანცა ვაჩაძის კვლევების მონაცემებს. დავიწყოთ არქეოლოგ გურამ ჩხატარაშვილის კვლევით, რომელიც შეეხება მუზეუმში დაცულ ობსიდიანის ექსპონატებს. მოპოვებულ სოფელ პალურში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი და სოფელ ხორშში, სენაკის მუნიციპალიტეტი. უძველესი ადამიანის სტრატეგია ქვის ხანის იარაღების დასამზადებლად საჭირო ნედლეულის მოპოვების და მისი შერჩევის საქმეში წარმოადგენს ადამიანთა მობილურობის სოციალური ურთიერთობებისა და სხვადასხვა ჯგუფების ერთმანეთთან კონტაქტების შესასწავლად მეტად საჭირო საკვანძო საკითხს. ობსიდიანი ქვის ის ჯიში იყო, რომელიც უძველესი დროიდანვე ძალიან ფასობდა, რასაც ადასტურებს მისგან დამზადებული არტეფაქტების მოხვედრა სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიურ ძეგლებზე. არაა გამორიცხული, რომ ობსიდიანის არტეფაქტები მის გავრცელების წყაროდან რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებითაც კი აღმოჩნდეს. ასე მაგალითად, მეზმაინსკაიას გამოქვაბულში აღმოჩენილი ობსიდიანი ჭიქიანის მთიდან, ჯავახეთი, სამცხე ჯავახეთი, საქართველო, ყოფილა მოტანილი. ანუ პირდაპირი ხაზით დაახლოებით 450 კილომეტრის დაშორებით. ობსიდიანის კვლევა საფუძველი ჩაეყარა გასული საუკუნის 60-იან წლებში. თუმცა დღეს ის თანამედროვე მეთოდების გათვალისწინებით განვითარების უმაღლეს მწვერვალზეა ასული. ობსიდიანის გავრცელება დაკავშირებულია ვულკანური წარმოშობის მთებთან. ესე იგი, ობსიდიანის წყაროები მდებარეობს ისეთ ადგილებში, რომლებიც რამოდენიმე მილიონი წლის წინ ვულკანის ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნა. ობსიდიანის თითოეულ წყაროს გააჩნია თავისი უნიკალური გეოქიმიური პორტრეტი. ანუ ზოგიერთი ელემენტის ქიმიური შემადგენლობა უნიკალურია კონკრეტულად იმ წარმოშობის ადგილისათვის, რომელზეც ეს ობსიდიანი მოიპოვება. შესაბამისად, ობსიდიანის არტეფაქტების და მისი წყაროების ზუსტი იდენტიფიცირება და მიღებული მონაცემების ერთმანეთთან შეჯერება იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას თვალი გავადევნოთ უძველეს ადამიანთა მობილურობასა და მიგრაციულ პროცესებს. ობსიდიანის ტრანსპორტირებისა და მისი გამოყენების ყველაზე უძველესი ფაქტი დაკავშირებულია ჰომოს გვარის გაჩენისა და აფრიკული ოლდუაის ეპოქასთან. ცოტა მოგვიანებით, შუა პალეოლითში, იმავე აფრიკის კონტინენტზე, კენია, დაახლოებით 200,000 წლის წინ, ჩანს ობსიდიანის გადაადგილება წყაროდან დაახლოებით 160 კილომეტრის მანძილზე. ობსიდიანი უხსოვარი დროიდან ქვის ხანიდან აქტიურად გამოიყენება კავკასიაშიც, საქართველოში, ყაბარდო-ბალყარეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, აღმოსავლეთ თურქეთში, რაც კარგად ჩანს უძრავ კულტურულ ფენებში მათი არსებობით. საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც შავიზღვისპირა, ისე მთის წინა და მთიან ზოლში ქვის ხანით დათარიღებული რამდენიმე ასეული ძეგლია. ღია ტიპის ნამოსახლარი, მღვიმე, გამოქვაბული, ეხი, მიკვლეული და მეცნიერულად შესწავლილი. გათხრითი სამუშაოების შედეგად დიდი რაოდენობის ქვის არტეფაქტები იქნა აღმოჩენილი. მათ შორის საკმაო რაოდენობის იყო ობსიდიანიც, თუმცა სამწუხაროდ დღემდე დასავლეთ ამიერკავკასიის ქვის ხანის ძეგლებზე დადასტურებული ობსიდიანი სპეციალური შესწავლის საგანი არ გამხდარა. ბოლო 2 ათეული წლის განმავლობაში ობსიდიანის შესახებ მხოლოდ 3 ნაშრომი გამოქვეყნდა. მართალია, ობსიდიანი დასავლეთ ამიერკავკასიაში ჯერ კიდევ პალეოლითის დროს ჩნდება, თუმცა როგორც ჩანს, იგი იშვიათად გამოიყენებოდა. ადრე შუა და ნაწილობრივ ზედა პალეოლითის კულტურული ფენების შესწავლისას ობსიდიანი ქვის კომპლექსის დაახლოებით 1%-საც არ აღემატება. ამის დასტურია პონდი, ორთვალა კლდე, ძუძუანა, საწურბლია და სხვა მღვიმეები. ხოლო პალეოლითის დასასრულსა და მეზოლითის დამდეგს ვითარება რადიკალურად იცვლება. ზოგიერთ ძეგლებში ობსიდიანი შეადგენს მთლიანი კომპლექსის 40-45%-ს. სოფელ ქობულეთში, ანასეულის პირველი, ხუცუბანი, კვირიკე და სხვა. გამოდის, რომ პალეოლითელი ნეანდერტალელები თავდაპირველად ითვისებდნენ ადგილობრივ მაღალი ხარისხის კაშს და არსებული მაგალითით კმაყოფილდებიან, ხოლო შემდეგში ჰომო საპიენსი უკვე თანდათანობით ადაპტირდება გარემოში და ობსიდიანის მარაგებსა
რომელსაც ივსებს. უმეტეს შემთხვევაში ქვის ინვენტარში ჩანს ობსიდიანის ნუკლეუსებიც, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ნედლეული მოჰქონდათ და მას ადგილზე ამუშავებდნენ. გამოდის, რომ ჰომო საპიენსი უფრო მობილურია ამ კუთხით, ვიდრე ნეანდერტალელი. ამდენად ობსიდიანის არტეფაქტების ქიმიურ ანალიზს შეუძლია უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია მოგცეს, დაადგინოს მისი წარმომავლობა და გავრცელება, რაც მკვლევრებს საშუალებას მოგცემს დავადგინოთ თელს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე უძველეს ადამიანთა მობილურობა და კონტაქტები სხვადასხვა რეგიონებთან. ჩატარებული კვლევის მიზანი იყო დასავლეთ ამიერკავკასიის, ადრე ჰოლოცენის ეპოქის ძეგლებზე სხვადასხვა დროს მოპოვებული ობსიდიანის არტეფაქტების გეოქიმიური კვლევა. პროექტის მიზნების წარმატების შესრულება განაპირობა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა. პირველი, კვლევაში გამოყენებული იყო კვლევაძიებაში არსებული ტრადიციული და ახალი თანამედროვე მეთოდები. პროექტში გათვალისწინებული იყო როგორც ადგილობრივი აჭარის მუზეუმი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელმწიფო მუზეუმი, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, ოზურგეთის სახელმწიფო მუზეუმი, წყალტუბოს ისტორიული მუზეუმი და სხვა. ისე საერთაშორისო სომხეთის ისტორიის ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტი, ვილნიუსის რადიოკარბონის ლაბორატორია, მისურის უნივერსიტეტის რეაქტორის კვლევის ცენტრი, არქეომეტრიის ლაბორატორია. სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებს შორის მჭიდრო კოლაბორაცია, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სხვადასხვა ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის გაღვივებისა და საერთო სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. კვლევაში მონაწილეობას ღებულობდა ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჯგუფი, რომელთა კომპეტენციამ, მაღალმა პროფესიონალიზმმა და გუნდურმა მუშაობამ უდიდესი წვლილი შეიტანა პროექტით დაგეგმილი მიზნების განხორციელებაში. პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნა უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია დასავლეთ ამიერკავკასიაში ადრე ჰოლოცენის ხანაში ადამიანთა მობილურობასა და გადაადგილებაზე. საქართველოს პრეისტორიულ არქეოლოგიაში 30-მდე არქეოლოგიურ ძეგლთაგან მომდინარე ობსიდიანის არტეფაქტებს განესაზღვრა მისი წარმომავლობა, დადგინდა გავრცელების მასშტაბი და შეიქმნა იმდროინდელ ადამიანების კონტაქტების შესახებ უნიკალური რუკა. აღსანიშნავია, რომ ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმიდან გეოქიმიური ანალიზის ჩასატარებლად ობსიდიანის 6 არტეფაქტი იყო გატანილი, რომელიც პალურისა და ხორშის ნეოლითური ხანის ქვის კოლექციიდან იყო აღებული. კვლევის თანახმად პალურში ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მოპოვებული ობსიდიანი ჭიქიანის მთა, რომელიც მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში იყო მოტანილი, ხოლო ხორშის სენაკის მუნიციპალიტეტი ობსიდიანი ჭიქიანის გარდა პასილერის, აღმოსავლეთ თურქეთი ობსიდიანის საბადოდან. გეოქიმიურმა ანალიზმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უძველესი ადამიანი აქტიურად კონტაქტობდა სხვადასხვა რეგიონებთან და ობსიდიანის მარაგებს სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროებიდან ივსებდა. შემდეგი კვლევა, რომელსაც წარმოგიდგენთ, ეხება მუზეუმში დაცული მინის მძივების კოლექციას. კოლექცია მოპოვებულია სოფელ ცაიშის სამაროვანზე. კვლევის ავტორი გახლავთ ახალგაზრდა მეცნიერი დოქტორი გვანცა ვაჩაძე. მცირე რედაქტირებით გთავაზობთ მის სტატიას. კვლევა ეძღვნება დასავლეთ საქართველოში ცენტრალური კოლხეთის ტერიტორიაზე მდებარე ცაიშის სამაროვანის ნომერ 1 და ნომერ 2 კოლხური კოლექტიური სამარხებში აღმოჩენილ ადრე რკინის ხანის გამჭვირვალე მინის პროდუქციას, მძივებს. ექსპონატები დაცულია ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში. გამჭვირვალე მინისაგან დამზადებული სუსტად ან შედარებით ინტენსიური ტონებში შეღებილი სამკაულის აღმოჩენა საქართველოს ადრე რკინის ხანის არქეოლოგიური ძეგლების კომპლექსებში მინისებური მასალის სხვა ჯგუფებთან შედარებით ახალ ფენომენს წარმოადგენს და მცირე რიცხოვანია. წინამდებარე სტატიის მიზანია ცაიშის სამაროვანზე მოპოვებული ამ ახალი ტიპის მინის ნაწარმი მულტიდისციპლინარული შესწავლა და კოლხეთში მათი გამოჩენის საწყისი ეტაპების ადგილობრივი თუ გარე განმაპირობებელი ფაქტორების კვლევა. პირველ ეტაპზე ჩატარდა მძივი სამკაულის ტიპოლოგიური კვლევა. გამოიყო 4 ძირითადი ჯგუფი და მოხდა შედარებითი ანალიზი საქართველოსა და კავკასიის, ასევე ხმელთაშუაზღვისპირეთის, მახლობელი აღმოსავლეთის, ეტრუსკებისა და კამპანიის არქეოლოგიურ ძეგლებზე აღმოჩენილ თანადროულ გამჭვირვალე მინის ნაწარმთან. შემდეგ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევით განისაზღვრა მინების დასამზადებლად გამოყენებული ძირითადი ნედლეული და შეფერვისათვის გამოყენებული პიგმენტები. გამჭვირვალე მინის მძივები რკინის ხანის საწყისი პერიოდისათვის კოლხეთში გამოჩენას იწყებს კოლექტიური სამარხების კონტექსტებში. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ცაიშის სამაროვანზე აღმოჩენილ კოლექციას. ორ სამარხ ორმოში აღმოჩენილ 192 გამჭვირვალე მინის მძივის და ფრაგმენტების დათარიღებულ ძველ წელთაღრიცხვით მე-7
მე-7 საუკუნის პირველი ნახევრით, უფრო ზოგადად ძველ წელთ აღრიცხვით პირველი 1000 წლეულის პირველი მეოთხედითი საზღვრება, ხოლო 215 მძივის თარიღი ძველ წელთ აღრიცხვით მე-8 საუკუნის მეორე და ძველ წელთ აღრიცხვით მე-7 საუკუნის პირველ ნახევარში ექცევა. დათარიღება გაკეთებულია პროფესორ რევაზ პაპუაშვილის მიერ 2015 წელს. მინისებური ჯგუფის სამკაული იშვიათად ცალობით ან დიდ ჯგუფებად ჩნდებოდა ერთგვარი ან შერეული სახით ფაიანსის, პასტისებური მინის, ქარცედონის, ოპალის, მთის ბროლის, სარდიონის, ქარვის, გიშრის ან ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ლითონებისაგან დამზადებულ მძივებთან ერთად. ცაიშის სამაროვანზე გამჭვირვალე მინის მძივები წარმოდგენილია 4 ძირითადი ფორმით. პირველი კასრისებური, მეორე სფერული, მესამე ბიკონუსური და მეოთხე ზოომორფული და 8 ქვეტიპით. გამოიყოფა 13 შეფერილობა: ყვითელის რამოდენიმე ტონი, ფირუზისფერი, მეწამული, აკვამარინი, ქარვისფერი, ლურჯი, თეთრი, ღიამწვანე, მოიისფრო, ძალიან მუქი და უფერული ტონები. მძივების დიდი ნაწილისათვის დამახასიათებელია ფორმების სუსტი ასიმეტრია ან იშვიათ შემთხვევაში დეფორმაცია. ცაიშის მინის მძივების ლაბორატორიულმა ანალიზმა საშუალება მოგცა დადგენილიყო სხვადასხვა ვიზუალის განსაზღვრელი დამფერავი მინარევები და საბაზისო ქიმიური კომპონენტები. დადგინდა, რომ ცაიშის მინის ჯგუფი მიეკუთვნება ნატრიუმ-კალციუმ-სილიციუმიან მინების კლასს. ცაიშის სამაროვანზე აღმოჩენილი მინის მძივების, კერძოდ 51 ნიმუშის, გამჭვირვალე და გაუმჭვირვალე მინისა ლაბორატორიული კვლევა განხორციელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის, გემოლოგიისა და მინერალური ნივთიერებათა კვლევის დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიის ბაზაზე. პროცესში ძირითადი აპარატურა იყო რენტგენის ფლუორესცენციის სპექტრომეტრი. მინის მძივების ლაბორატორიულმა კვლევამ საშუალება მოგცა დაგვედგინა მინების დასამზადებლად გამოყენებული ძირითადი ნედლეულის რაობა და შეფერვისათვის გამოყენებული ძირითადი პიგმენტები. ცაიშის პირველი და მეორე სამარხი ორმოების კონტექსტში აღმოჩენილი გამჭვირვალე მინების ჯგუფის შესწავლამ უჩვენა, რომ პროდუქცია წარმოდგენილია ერთგვარი გეომეტრიული და ზოომორფული ფორმებით. თუმცა შესამჩნევი სხვაობა იკვეთება მძივების ფორმების და ფერების კომბინაციების რაოდენობრივ გადანაწილებაში და ქვეტიპების რაოდენობაში. ნომერ 1 სამარხში დომინანტია კასრისებური მინების ტიპი 110 მუქი ყვითელი ნიმუშით. საშუალოდ მათი დიამეტრი 1.4 სანტიმეტრს და სიმაღლე 1.1 სანტიმეტრს უდრის. რაოდენობრივად შემდეგ საფეხურზეა ჯგუფი, რომელთა შორის ჭარბობს ფირუზისფერი. ნომერ 1 სამარხში ზომებისა და ფერების მრავალფეროვნებით ყველაზე კომპლექსურია სფერული მძივების ჯგუფი. მძივების ნაწილის დიამეტრი 1.9 სანტიმეტრსაც კი აღწევს და სიმაღლე ასევე 1.9 სანტიმეტრს აღწევს. შედარებით მცირე ზომების დიამეტრი 1.1 სანტიმეტრი, სიმაღლე კი 0.95 სანტიმეტრია. სხვადასხვა ტონებთან ერთად ჯგუფში გაერთიანებულია ძალიან მუქი ფერები, რაც განპირობებული უნდა იყოს მინაზე განმარხების შედეგად გამოწვეული კოროზიული ცვლილებების გამო. გეომეტრიული ფორმებს შორის ყველაზე მცირერიცხოვანია ბიკონუსური მძივების ჯგუფი. ძირითადად გვხვდება მოზრდილი ეგზემპლარები. მათი დიამეტრი 1.4-1.25 სანტიმეტრს შორის მერყეობს, ხოლო სიმაღლე 1.5-1.2 სანტიმეტრს შორის. ნომერ 1 სამარხში აღმოჩენილია ერთადერთი დაზიანებული, მუქი ღვინისფერი, ჩიტის გამოსახულებიანი ფიგურული მძივი. ცაიშის მეორე და მეოთხე ტიპის მძივებს განსაკუთრებით მრავლად მოეპოვება პარალელები კოლხეთის მიღმა მდებარე არქეოლოგიურ ძეგლებზე. სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში გამჭვირვალე მინის უფერო ვარიანტი რკინის ხანის ახალ ფორმად არის მიჩნეული. ამ ტიპის მძივების გამოჩენა ძველ წელთ აღრიცხვით მე-11 საუკუნიდან ვარაუდობენ. მათი აღმოჩენები ხშირია ურარტუს, სპარსეთის, ეგეოსის კამპანიისა და ეტრუსკების არქეოლოგიურ კონტექსტებში, ასევე ალპების ჩრდილოეთით. შუამდინარეთში გამჭვირვალე მინა ნეოასურულ პერიოდში ჩნდება. ფერების სპექტრი აქ მოიცავდა ლურჯს და იასამნისფერს, ან დნობის პროცესში უნებურად მიღებულ მწვანესა და ყვითელს. გამჭვირვალე ან სუსტად შეღებილი სფერული მძივები დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი როდოსზე, სამოსის
ჰერაიონში, საბერძნეთის მატერიკში, სადაც ისინი ჩნდება საკურთხეველსა და სამარხების კონტექსტებში. ასევე კრეტაზე და კვიპროსში. მათი აქ გამოჩენა დაკავშირებულია ნეო-ასურული სამეფოს, ჩრდილო სირიის ან ფინიკიის მინის წარმოების აყვავებასთან. ძველ წელთაღრიცხვით მე-7 საუკუნისათვის ამ ტიპის ძივების სახელოსნოს არსებობა ივარაუდება როდოსში, რომელიც შესაძლოა საქონლის გადამანაწილებლის ფუნქციასაც ასრულებდა. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საიშის ჩიტის გამოსახულებიანი მძივები. ამ ტიპის მინის ფიგურულ მძივების ადგილობრივი ანალოგები სრულიად უცნობია. ჩიტის ბრინჯაოს საკიდები კოლხურ კულტურაში გავრცელებულია. თუმცა, სტილისტური თვალსაზრისით ისინი განსხვავდებიან საიშის მინის ეგზემპლარებისაგან. ჩიტების ეს ტიპი ასევე ძველ წელთაღრიცხვით მე-8 საუკუნიდან იწყებს გამოჩენას. კვიპროსში, კრეტაზე, როდოსზე, კამიროსში, საბერძნეთში ისინი წარმოდგენილია საკურთხევლის კონტექსტებშიც. მაგალითად, ერეტრიაში აპოლონ დაფნეფოროსის ტაძარში და მიჩნეულია აღმოსავლური წარმოშობის მქონედ, ხოლო ეტრუსკებსა და კამპანიაში ისინი მოპოვებულია სამაროვანებში და მათი გამოჩენა მოიაზრება ირანიდან და ჩრდილო სირიიდან, როდოსის გავლით იტალიამდე. ჩიტის ფიგურულ მძივებს შორის გამოიყოფა მონოქრომული და პოლიქრომული ვარიანტები. საიშის შემთხვევაში სახეზე გვაქვს მხოლოდ სადა ვარიანტების არსებობა, რომლებიც მორფოლოგიურად მსგავსია როდოსში, ერეტრიასა და იტალიის არქეოლოგიურ ძეგლებზე აღმოჩენილი ძალებისა. საიშის მინის ქიმიური ანალიზები წინასწარი დათქმით განხორციელდა ნივთების დაზიანების გარეშე. არ მომხდარა ნიმუშების ავტოფისი, ამდენად ანალიზის პროცესი შემოიფარგლა მხოლოდ საბაზისო ელემენტების იდენტიფიცირებით. შედეგებმა უჩვენა, რომ მინის მძივები ძირითადად გამომდნარია ნატრიუმ-კალციუმ-სილიციუმიანი შედგენილობის ნარევისაგან, მაღალი შემცველობითაა ალუმინი, კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი. მინებს მომწვანო ცისფერს, შაბიამნის ფერს, სპილენძის ჟანგი, მუქ შავამდე ფერს რკინის მაღალი შემცველობა, მეწამულ ფერს მანგანუმი და მოყვითალო ღია მომწვანო ანთიმონი აძლევს. საიშის მინის ნაწარმში კობალტი პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა. საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებზე შესწავლილი მინების ანალიზი, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო ძველ წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნიდან ახალ წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნემდე რანჟირებს და წარმოდგენილია ბრილის, ვანის, სამთავროს, ურბნისის და თრიალეთის არქეოლოგიურ ძეგლებიდან, უჩვენებს, რომ ისინი გამომდნარია ასევე ნატრიუმ-კალციუმ-სილიციუმიანი შემადგენლობის მინისაგან. რაც შეეხება საიშის მინის გამჭვირვალე მძივების პლასტიკურ მანიპულაციას, ისინი დამზადებული უნდა იყოს ლითონის ღეროზე. მძივების დამზადების ეს ტექნიკა უნივერსალური იყო მინის ათვისების საწყის ეტაპზე და მოგვიანო ხანაშიც. მიჩნეულია, რომ ლითონის ჯოხზე დახვეული მინის გაშრობის შემდეგ მძივის სფერო და ბრტყელსფერული რგოლის ფორმა მიიღებოდა მინის ჯერ კიდევ ცხელ მასაზე დაჭერით. საიშის ჩიტის ფიგურების შემთხვევაშიც მძივები თავდაპირველად დამზადებული უნდა იყოს ლითონის ღეროზე. მინის საბოლოო გაცივებამდე უნდა მომხდარიყო მათი თავის და კუდის ფორმირება სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით. ერთ-ერთ მთავარ პრობლემურ კითხვად ჩნდება საიშის მძივების საწარმოო ცენტრის განსაზღვრა. სხვადასხვა არქეოლოგიურ კულტურებში მინის კეთების ამსახველი კულტურული ფენები როგორც წესი წარმოდგენილია მინის ღუმელებით, რომლებიც აერთიანებს ადუღების კამერებს, საწვავის რელიქტურ საბადოებს, ყალიბებს, ჭურჭელს და წვეთებს. ამ დროის მონაცემებით ადრე რკინის ხანის კოლხეთში არ არსებობს მინის პირველად საწარმოდ იდენტიფიცირებული თუნდაც ყველაზე პრიმიტიული სადნობი ინსტალაცია. მინისაგან განსხვავებით დადასტურებულია, რომ კოლხეთი ფლობდა ლითონის წარმოებასთან დაკავშირებულ დნობის გამოწვის ტექნოლოგიებს, რაც დასტურდება ძველ წელთაღრიცხვით მე-11 მე-7 საუკუნეების განმავლობაში მთელს რეგიონში ასობით ტიგელის, ანუ ცეცხლგამძლე ჭურჭელის, სადაც ადნობდნენ და აცხელებდნენ სხვადასხვა მასას აღმოჩენით. საიშის მინების წარმომავლობის კვლევისას მნიშვნელოვანია ნომერ 1 და ნომერ 2 სამარხი ორმოებში მოპოვებული ნივთიერი მასალის ანალიზი, რომელთა შორის მძივ სამკაულის ზოგიერთი ჯგუფი, მაგალითად პასტისა და ეგრეთ წოდებული ეგვიპტური ფაიანსის მძივები ხმელთაშუაზღვისპირეთიდან ან ეგვიპტიდანაც იმპორტირებულად მიიჩნევა. აგრეთვე ბრინჯაოს ქალი, ხედრისა და სიტულის ფრაგმენტების პარალელები აღმოჩენილია ტაძრებსა და საკურთხევლებში. ასევე იტალიაში კუნძულ სიცილიაზე. ზოგიერთი მინის მძივები სტილისტური სიახლე და პარალელების სიმრავლე სხვა რეგიონების თანდართულ მინებთან გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ მათი შესაძლო იმპორტი კოლხეთში პირდაპირ ან მედიალური რგოლის მეშვეობით. მინა ვაჭრობისა თუ გაცვლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პროდუქტად მიიჩნეოდა. ამას ადასტურებს ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანის, ულუ ბურუნის ჩაძირულ გემზე აღმოჩენილი დიდი რაოდენობის მინის ზოდები. გამჭვირვალე მინის ფენომენის სიახლის გათვალისწინებით შესაძლოა, რომ მსგავსად
სხვა არქეოლოგიურ კულტურებისა კოლხეთში მათ ფუფუნების საგნების დანიშნულება ჰქონდა. როგორც ცნობილია, მინის გამოჩენის ადრეულ საფეხურებზე ის ძვირფასი ქვების იმიტირებას ახდენდა. დამატებით მათ იდეაში შესაძლოა ინტეგრირებული ყოფილიყო ამულეტის ფუნქციაც. ზედაპირის ცუდი დაცულობისა და კოროზიის გამო მძივებზე ცვეთა ნიშნების გამოკვლევა ვერ მოხერხდა. ამდენად რთულია დაზუსტებით ითქვას, ჰქონდა თუ არა მათ ყოველდღიური გამოყენების დანიშნულება. არქეოლოგიური მასალის მიმოხილვამ უჩვენა, რომ ცაიშის გამჭვირვალე მინის მძივებს სტილისტური წინამორბედები ან ამავე ტიპის მინისაგან დამზადებული სხვა პროდუქციის მოხმარების ადგილობრივი ტრადიცია არ გააჩნია. ადრე რკინის ხანის კოლხეთში გავრცელებულ მატერიალურ კულტურაში ახალი ფენომენია 13 სხვადასხვა ტონში სუსტად ან ინტენსიურად დაფერილი მონოქრომული გამჭვირვალე სფეროსებური ბიკონუსური კასტრისებური და განსაკუთრებით ჩიტის გამოსახულებიანი მინის მძივების ჯგუფი, რომლებიც ფაიანსისა და პასტისებური მინისაგან დამზადებული მძივებისგან განსხვავებით ნოვაციაა კოლხეთის რეგიონში. ახალი ტიპის გამჭვირვალე მინის ნაწარმიდან სწორედ მძივები არის პირველი პროდუქტი, რომელიც ჩნდება და ვრცელდება კოლხურ კულტურაში. რკინის ხანის კოლექტიურ სამარხებს შორის ცაიშის სამაროვანი გამჭვირვალე მინის მძივების გამოჩენის ერთ-ერთ პირველ კერას წარმოადგენს და მინისებური მასალის გამორჩეულად დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. ცაიშის მძივები მიეკუთვნება ნატრიუმ, კალციუმ, სილიციუმიანი მინების ჯგუფს. გამჭვირვალე მინის ფენომენის სიახლისა და იშვიათობის გათვალისწინებით საწყის ეტაპზე ამ ტიპის სამკაულის ღირებულება მაღალი უნდა ყოფილიყო. მათი საწარმოო ცენტრის ლოკალიზების საკითხი ღიად რჩება. დღეისათვის კოლხეთში მინის პირველადი ან მეორადი საწარმო არ გვაქვს იდენტიფიცირებული, თუმცა გამომდინარე ადგილობრივად არსებული ნედლეულის მდიდარი რესურსებიდან არ უნდა გამოირიცხოს მინის ადგილობრივი წარმოების შესაძლებლობა ან სულ მცირე მეორადი დამუშავება. შესაძლოა და სავარაუდოა მათი იმპორტიც, რომელიც კულტურული და ეკონომიკური კონტექსტის ანალიზზე დაყრდნობით შესაძლოა მომხდარიყო ხმელთაშუაზღვისპირეთის ცენტრებიდან პირველადი ან მედიალური რგოლის გავლით. კოლექციების მრავალფეროვნებისა და ადგილობრივი რესურსების სიმდიდრის გათვალისწინებით კოლხეთში მინის გამოჩენისა და მოხმარების გარემოებათა კვლევა ძალიან პერსპექტიული ჩანს და სამომავლოდ პროცესში შესაბამისი ლაბორატორიული ანალიზების ინტეგრირებას მოითხოვს, რაც გაცილებით ნათელ სურათს მოგცემს კოლხეთის რეგიონში და ზოგად მინის ისტორიაში მიმდინარე კულტურულ-ეკონომიკურ პროცესების თაობაზე. ასკუნის ქალბატონი გვანცა ვაჩაძე თავის სტატიაში. საკმაოდ საინტერესო სტატიაა და მეთანხმებით, ამით ვასრულებთ დოქტორ გვანცა ვაჩაძის სტატიას. დიდი მადლობა მინდა მოვახსენოთ ახალგაზრდა მეცნიერებს და წარმატება უსურვოთ. მათი კვლევა ჯერ არ არის დასრულებული. როგორც ჩემთვის ცნობილია, ცაიშის მინის მძივები გაგზავნილია საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში, საფრანგეთში და უახლოეს მომავალში ახალი შედეგების და პასუხების მოწმენი გავხდებით. ასეთი უნიკალური არტეფაქტები ინახება დადიანების სასახლეთა მუზეუმში. ერთის მხრივ, ობსიდიანის კვალს შეუძლია გვაჩვენოს ჩვენი წინაპრების მოგზაურების არეალი მრავალი 1000 წლის წინ და ცაიშის მინის ზოგიერთ არტეფაქტს კი ანალოგი არ მოეპოვება საქართველოში. მხოლოდ ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში არის მსგავსი ფორმის მინის ნაწარმი. ახალგაზრდა მეცნიერების შრომის წყალობით ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ ობსიდიანის მოგზაურობის მარშრუტი, მინის მძივების შემადგენლობა და ანალოგები მსოფლიოში. განსაკუთრებით საინტერესოა მინის ჩიტის ფიგურა, რომელიც აღმოჩენილია ცაიშში. სულ 4 ცალი და რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება საქართველოში. საინტერესოა რა სიახლეებს გვაცნობს მომავალი კვლევა ამ არტეფაქტებისა. დიდი მადლობა დოქტორ გვანცა ვაჩაძეს და არქეოლოგ გურამ ჩხატარაშვილს, რომ იკვლევენ დადიანების მუზეუმში დაცულ ექსპონატებს. წარმატებები თქვენ. მადლობა რომ გვისმენდით. მომავალ შეხვედრამდე. რადიო ათინათის და ზუგდიდის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთობლივი გადაცემა დადიანების სასახლეთა საგანძური. ისტორიები ზუგდიდის მუზეუმში დაცულ ბევრისთვის უცნობ ექსპონატებზე, მუზეუმის განვლილ გზაზე და ღვაწლმოსილ მონაწილეებზე. რა შეიძლება ვნახოთ და რა შემორჩა მეხსიერებას. ათინათის ეთერში ყოველ სამშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე.